ჯანელიძე მოწმე, რომელიც უკვე მეორე დღეა საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლიულუაშვილის წინააღმდეგ უნდა დაიკითხოს, სულ ცოტა ხანში ისევ ალაპარაკდება და ამჯერად დაცვის მხარის კითხვებს უპასუხებს. მაღალი ალბათობით დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება გრიგოლ ლიულუაშვილიც და გამორიცხული არ არის, რომ კითხვები სწორედ მასაც ჰქონდეს ჯანელიძესთან, თუმცა იქამდე კეთდება შეფასებები მხარეების მხრიდან. გუშინდელი პროცესის დასრულების შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ მოწმემ ძალიან ბევრი ისაუბრა იმაზე, როგორ მფარველობდა კოლცენტრების დიდ ნაწილს სუსი ანდრია ლიულუაშვილის ხელით, როგორ მივიდნენ მასთან კონკრეტული პირები სალაპარაკოდ, მოსალაპარაკებლად, რომ ერთად გაეკეთებინათ მათ უკანონო თაღნითური კოლცენტრი, რომელიც სუსის მფარველობაში იქნებოდა, თუმცა დღეს უკვე ადვოკატის მხრიდან მოვისმენთ, რომ ეს იყო დეზინფორმაცია, ანუ ინფორმაცია, რომელიც წინა პროცესიდან გამოიტანა ბრალდების მხარემ, არის ტყუილი, რომ აღნიშნულ მოწმეს გრიგოლ ლიულუაშვილის ბრალეულობაზე არაფერი უთქვამს და ის, რომ რეალურად მნიშვნელოვანი მოწმე ყოფილიყო, მას ანდრია ლიულუაშვილის სასამართლო პროცესზეც დაკითხავდნენ. გარდა ამისა, დღეს ლიულუაშვილის ადვოკატი ამბობს იმასაც, რომ კონკრეტული პირები, რომელიც მოწმემ დაასახელა, რომლებიც სუსის სახელით მივიდნენ მოსალაპარაკებლად რამდენიმე წლის წინ ჯანელიძესთან, ისინი პასუხისგებაში მიეცნენ და მაშინ თანამდებობას გრიგოლ ლიულუაშვილი ეკავებდა. ბრალდებულ გრიგოლ ლიულუაშვილის საქმეზე გრძელდება მტკიცებულებების გამოკვლევა. თქვენ იცით, რომ გუშინ დაიკითხა ერთ-ერთი მოწმე, რომელმაც ისაუბრა ზოგადად იმ პერიოდისათვის კოლცენტრების მფარველობასთან დაკავშირებით, ვინ წარმოადგენდა ეგრეთ წოდებულ კოლგებს ამ კოლცენტრებისათვის, რაც ფუნქციონირებდა იმ დროისათვის. გუშინ ბრალდების მხარემ დაასრულა მოწმის დაკითხვა, დღეს დაცვის მხარე გააგრძელებს უკვე ამ მოწმის დაკითხვას. უკვე რაც დააფიქსირა სასამართლოში მოწმემ ინფორმაციამ, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოწმემ გააჟღერა გარკვეულ პირებთან მიმართებაში თითქოს და შუამავლის სტატუსით მივიდნენ როგორც სუსის წარმომადგენლები, თუმცა დასახელებული პირები სასახად შემიძლია ვთქვათ, რომ გრიგოლ ლიულუაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელმძღვანელ პირად ყოფნის დროს დაკავებულები არიან. მისჯილი აქვს დღეს მდგომარეობის საკმაოდ დიდი სასჯელი. აღნიშნული მოწმესთან მიმართებაში ჩემდა სამწუხაროდ ბრალდების მხარემ მოახერხა კვლავაც დეზინფორმაციული ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისათვის, რაც ყველაზე მსუბუქად რო ვთქვათ, არაეთიკურია. აღნიშნული მოწმე ესოდენ მნიშვნელოვანი რომ ყოფილიყო ანდრია ლიულუაშვილის საქმესთან მიმართებაში, ის დაიკითხებოდა მის მიმდინარე ბრალთან. პროცესი ზოგადად გაჟღერდა სიტყვა კასირი, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით მოწმემ ცალსახად განმარტა, რომ მას არანაირი ნაცნობობა არ აკავშირებს ანდრია ლიულუაშვილთან და მასთან არანაირი სახის შემხებლობა არ ჰქონია. უფრო მეტიც მან განმარტა, რომ ის და მის დაჯგუფებაში მყოფი დანაშაულში მონაწილე პირები გარკვეული სახის ფულად საახსრებს უხდიდნენ მედია საშუალების წარმომადგენელს იმისათვის, რომ დეზინფორმაცია გავრცელებულიყო და სწორედ აღნიშნული დეზინფორმაცია არის ერთ-ერთი ეგრეთ წოდებული კასირი, რაც გაჟღერდა პროცესს. დიდი ოდენობით ქრთამისაღების ფაქტზე შეიძლება ითქვას, რომ გრიგოლ ლიულუაშვილის საქმე ფინალში გადის. სექტემბრის ბოლოს უკვე სავარაუდოდ ამ საქმეზე განაჩენი გამოცხადდება. სწორედ ამ დროს 9 თვიანი საპატიმრობა და იწურება და უკვე მტკიცებულებების გამოკვლევა სრულოდნო ჰქონდეს ორივე მხარეს დამთავრებული. მომდევნო კვირას დასრულდება პროკურატურის მოწმეების გამოკითხვა და აი ამ ვადაში უკვე უნდა ვივარაუდოთ, რომ სხდომათა დარბაზში სწორედ პენიტენციური დაწესებულებიდან უკვე მჟავდებული სტატუსის მქონე რომეო მიქაუტაძესაც მიიყვანენ და ისიც გრიგოლ ლიულუაშვილის წინააღმდეგ ჩვენებას მისცემს.